გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ გუშინ გაწყდა, მესამედ გაწყდა ვიდეო ეთერი, ამიტომ უბრალოდ აზრი აღარ ქონდა მეოთხედ ჩართვას, გამეგრძელებია ის თემა, რა თემასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობდა ვიდეო ლაივი და გულისხმობ აი ამ რა ვიცი, უბედურ შემთხვევა, სკანდალს თუ როგორ უნდა დაარქვას ადამიანმა ის რაც საქართველოში ხდება, ამ რიჟვაძის ვითომ და თვითმკვლელობის საკითხს და უბრალოდ აი გუშინს მერეა ვადევნებ თვალს მიმდინარე მოვლენებს, კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ეს საქმე თავიდან ბოლომდე ეს არის კორუფციული ელიტარული კორუფცია ვინც იცის, ძალიან კარგად იცის ის, რომ ელიტარული კორუფცია ეხება სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებს და მათთან გარიგებულ ბიზნესმენებს. არის ქართულ ოცნებაში შიდა კლანური დაპირისპირება, რომელი კლანური დაპირისპირებაც, როგორც გითხარით, ეგ რა ქვია მას ღარიბაშვილის კლანსა და ამ ჩიჩილაკას კლანს შორის არის დაწყებული უკვე კარგი ხანია. და ამის აისბერგის წვერი არის უბრალოდ ახლა ეს დადგმული არ ვიცი სპექტაკლია, მე უფრო სპექტაკლი მგონია სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ არც ჭრილობა მინახია, არც დაჭრილი მინახია, არც იარაღი მინახია, არც რას ამბობენ, ის ხდება და იმდენი ურთიერთგამომრიცხავი, რა ქვია, ფაქტები გააჩნია ამ ყველაფერს და ამ მოვლენას, რომ აქ გულწრფელობაში ან ერთი მხრის, ან მეორე მხრის რაღაცის ცოტა ძნელი არის ადამიანი იქნას დარწმუნებული და დაჯერებული და იმდენი კითხვის ნიშანი არის რაღაცა გაგიჩნდეს ადამიანს რომელიმე მხრის მიმართ ნდობის ამბავი, ამიტომ არ ვიცი ეს ძალიან უნიჭოდ დადგმულ მონტაჟს გავს, ანდა მეორე ამბავი არის, ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი პირის სამაგალითო დასჯა, რომლის გამოდაც დანარჩენებისთვის ეს ყველაფერი უნდა იყოს მაგალითი. რომ იმიტომ კოცებში გაღალატება ეს არახალი მოვლენა არის, გუშინ დღეს რომ აქ აფრიალებენ იმას, რა ქვია, სკრინებს, რომ ადამიანები, რომლებიც თურმე რიჟვაძესთან ერთად იყვნენ ჩახუტებული და რიჟვაძეს მიიჩნევდნენ ამის და ეროვნულ ლიდერად და დღეს სურათებს შლიან Facebook-იდან და რაღაცა ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის, იმიტომ რომ ქართული ოცნება ეს არის ჩვეულებრივი მედროვეების სკამის იდეოლოგების და ფულის და მასვე მაჭამე მალხინეს ხალხის თავშესაყარი ადგილი, რომელთათვისაც ამოსავალი წერტილი არის ბიძინა და საფლავშიც რომ მიდიოდნენ და ალბათ წერილს ანდერც რო ტოვებდნენ, იქაც მადლობა ბიძინა უნდა დაწერენ, დაუწერელი კანონები არის ამ კლანში ესეთი რაღაცა. და ეხლა საზოგადოების განწყობას ეს ყველაფერი ძალიან მარტივად ეთყობა. ეხლა გუშინ ადამიანები მაგალითად რომლებიც ერთი დღის წინ მომხდარ მოვლენებზე, ვინც კოცი არ არის, მაგალითად კოცების მაგინებელზე იძახდა რომ ჩაქოლეთ, ამოაძვრეთ სული, ასექენით, ისექენით, დღეს ეს რიჟვაძის ამბავთან დაკავშირებით, მით უმეტეს რომელიც უკვე აღარაა, რა ვიცი, რო გითხო, ამ კოცური კლანის წევრი და რა ვიცი, კოცის თანამდებობის პირი, ღმერთო დალოცე, ღმერთო გააზლიერე, ღმერთო გადაარჩინე, უცებ გახდნენ ძალიან დიდი ქრისტიანები. რო გითხო ამ ხალხს, ეს გუშინდელი შეუწყალებელი გულის ადამიანები დღეს უცებ დიდი ქრისტიანები გახდნენ და მთელი ეს Facebook სამლოცველო გადართული არის ახლა რიჟვაძის ჯამრთელობაზე, ყველა ლოცულობს და დარდობს. გადარჩება რიჟვაძე, ნუ გეშინიათ, რიჟვაძის მოკლა რომ დომოდათ, დიდი ხნის უკან იქნებოდა მოკლული მაგი და ისე მიდის ყველაფერი, როგორც უნდა იყოს, უბრალოდ ეს ყველაფერი უნდა ჭამოს საზოგადოებამ, ეს ნაგავი უნდა აჭამოს საზოგადოებას, ეს ოფიციალური ვერსია და დღეს ამ კოც გამპრავებლებმა და იქამდე ნაც თუ რა ვიცი, რა ქვია, ეს უშიშროების სუსის მეორე კლანი რო არის, ვითომ ძალიან ინფორმირებული
ბლოგერები და ჟურნალისტები და ესენი, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე ამზადებდნენ საფუძველს Facebook-ზე, რომ საზოგადოებრივი აზრი შექმნილი იყო და ჩამოყალიბებული იყო აჭარაში მიმდინარე ბარიგობებთან დაკავშირებით, კორუფციასთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. დღეს უკვე ეს ხალხი ამბობს, რომ აი ამ თემას მოდი ახლა ვეშვები და უბრუნდები სხვა თემას და თვითონ ამ ქოც გამправებლებმა ესეთ რაღაცები დაიწყეს, რომ ვაიმე ხალხო, ადამიანი ცუდად არის, თქვენ რა წერილი გაინტერესებთ და ისა, მეცა როგორი ისა გულის ამრევი ესენი, რა ქვია, დამოკიდებულება, რომ აი თურმე ყველა გამომძიებელი არის იმაზე Facebook-ზე და ყველა კი მაგას არ უარყოფ ნამდვილად, რომ რა თემაც არ უნდა ავარდეს, მტკიცებით ფორმაში დაგიწყებს ყველა ლაპარაკს, რომ იგი ასე არის, იგი ისე არის, იგი ასე ზედაპირულ საზოგადოებას საერთოდ ასე ახასიათებს, მაგრამ საინტერესო ისაა, როდესაც ეს ყველაფერი ზედაპირული თემები ეხება ქოცობას და მათ კლანს, მაშინ ხდება ეს ყველაფერი და ადამიანები, ვინც ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან და რა თქმა უნდა, ახლა რაში უნდა ენდო ადამიანი ქართულ სამართალდამცავ სისტემებს და რაში უნდა ენდოს ადამიანი ქართულ პროკურატურას, ქართულ სასამართლოს, ქართულ გამოძიებას, რომელიც საქმე ნახეთ თქვენ საქართველოში ძირფესვიანად გამოძიებული, დამნაშავე დასჯილი, ახლა იმაზე კი არა მაქვს მე საუბარი, ვიღაც ქურდბაცაცები რო დარბიან ქუჩაში, სახელმწიფო დონის დამნაშავეები და ელემენტარულ კითხვას გისვამთ, ახლა აღარ ვამბობ ზვიადგამსახურდიას მკვლელობა ვინმე გამოიძია? ამაზე არაა ლაპარაკი. ჟვანიას მკვლელობა ვინმე გამოიძია? შარაძის მკვლელობა ვინმე გამოიძია? ახლა ასეთი მკვლელობები შემიძლია ათასობით ჩამოგითვალოთ. და უამრავი დანაშაულებები, ოფიციალური დანაშაულებები, რომელი დანაშაულებებიც დღემდე არის გამოუძიებელი. და წარუდგინეს ახლა ბრალდება იმას, რა ქვია, აი მახვლედიანს, ისიც კაი კორუფციული სქემის ნაწილი არის და ერთ-ერთი ბუდი არის, კაი მილიონერია, კაი კარგად შესუქებული ქოცი არის, რომლის სახშიც მოხდა ეს ყველაფერი და ესე იგი თურმე ეს კაცი არის შოკში და ამან გადაარჩინა ამის ვაჟკაცობამ და პროკურატურა მადგა ამ ალექსი ახვლედიანს წარუდგინა ბრალდება, რომელი ბრალდებას ითვალისწინებს იარაღის არასათანადო შენახვის წესებს და თურმე ამის გულისთვის 3 წელიწადი უნდა იყოს ახლა ეს ადამიანი დასჯილი. ამათ ოფიციალურ ბრალდებებს რო გავყვეთ და ამათ ოფიციალურ იურიდიულ მხარეს რო გაყვეს ადამიანი, ხო? ესე იგი ადამიანი რომელსაც იარაღი მოპარეს საკუთარ სახლში და მოპარული იარაღიდან, რა ვიცი, თვითმკვლელობა ცადეს, ეს ადამიანი უნდა იქნას დასჯილი. და ეს უნდა იჯდეს ციხეში და აგერ გუშინწინ, როდესაც სადა ქვეყანა მიცის, თორაძეების მკვლელი, ერთ-ერთი პირწავარდნილი სისხლის მსმელი, ემასთან, რა ქვია, რურუების კლანთან ერთად ზარალა, რომელიც ახლა ბიზნესმენია, რომლის ხელებზეც ათობით ადამიანის სიცოცხლე არის. აგერ ახლა გუშინ გამოუშვა სასამართლო, მის 70,000 გადაიხადაო და გამოუშვაო და ეს ზარალა გარეთაა, მშვენივრადაა, კაისვამს, კაისჭამს, კაისგულაობს, ამდენი ნაძარცვი, მხედრიონის ნაძარცვი ქონებით მიტაცებული იმით, მის და მისი საერთოდ ეს მხედრიონელების კლანი კარგად არიან და ამაზე პრეტენზია არავის არ აქვს. და აი თურმე ამას ვიღაცამ იარაღი მოპარა, აი ამათი ოფიციალური ვერსიით რო ვიმსჯელოთ. ვიღაცამ იარაღი მოპარა ახვლედიანს, თვითმკვლელობა ცადა და თურმე ახვლედიანი არის დასასჯელი. და უნდა იჯდეს ციხეში. ეს ახლა დებილთათვის შეიძლება გასაგები იყოს და ჩემთვის გაუგებარია. გაუგებარია ეს ყველაფერი. არ მჯერა მე, რა თქმა უნდა, საერთოდ ქართულ პოლიტიკას არ ვეკარებოდი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დაბალი დონე. ძალიან დაბალი დონე. აი, ეს არის ჭორიკნების, Facebook-ის ჭორიკნების დონე, სადაც დებილიზმს დააჯერებენ ადამიანებს. და ამ ხალხს უნდა ამ ყველაფრის ჯეროდეს. რაც შეეხება ხა რიჟუაძის პერსონას, ხო? ძალიან დიდი ბოდიშმარე სენტიმენტები როა გაჩენილი, რომ როგორი მართველი იყო რიჟუაძე. როგორი ჩინოვნიკი და როგორი პიროვნება იყო. ერთ-ერთი ჩვეულებრივი სოროსელი, კორუმპირებული, რომელმაც უშიშროების კლანთან ერთად გაყიდა, გადაჭამეს მთელი აჭარა, ზოგი თურქებს მიყიდეს, ზოგი არაბებს მიყიდეს, თუ რამე პროსტიტუცია ხდებოდა და თუ რამე ბორდელები იყო, თუ რამე ნარკომანია იყო აჭარის რეგიონში. ყველაფერი თავიდან ბოლომდე იცოდა ამ ადამიანმა და კრიშავდა.
აი ის, როდესაც თავის წერილში წერს, რომ რა ვიცი თუ მისი დაწერილია მაბრალებენ ბარიგობას და ბარიგების მფარველობასო და იმასო რა ქვიაო კორუფციასო და მილიონებს ვერ გიტოვებთ. აი ამ ცხვირ მოუხუცავმა ლაწირაკებმა აი გაარყნეს, გაათახსირეს ქვეყანა, სულ ფეხებზე ეკიდა. ახლა მახსენდება ისა მეწყერი და ის რო ჩამოწყდა და მთელი ოჯახი რო ამოწყდა, იქ როგორ მივიდა და როგორ იქცეოდა რიჟვაძე. და იქ როგორ იქცეოდა, რა ქვია, უამრავი ადამიანი თავის აშენებული სახლებიდან რო გამოყარეს და 1000 სიბინძურე რო ხდება, გამომიყვანეს აქ ესა წმინდანი. უნდა იცოცხლოს, იმიტომ რომ შვილი ყავს და მშობლები ყავს და თუნდაც მაგიტო უნდა იცოცხლოს, რომ გამოვიდეს ახლა და თუ მაგის კაცობა ეყოფა და თუ მაგის ადამიანობა და მაგის ვაშკაცობა ეყოფა, გამოვიდეს და ილაპარაკოს. გამოვიდეს ილაპარაკოს, რა მოხდა? მეტი არა, ჩემი დამაწყევარი ვინ მიცა რიჟვაძეს კაცობა. ვინ მიცა რიჟვაძეს კაცობა? რომელი ვაშკაცი, კოცი, ჯერ კოცი და ვაშკაცი ერთმანეთთან ესა რა ქვია, შეუთავსებელი. გაყიდეს მთელი ქვეყანა. თურქებით დაწყებული, არაბებით გაგრძელებული, ჯერ რაც დაამგვანეს, თვითონ ქალაქი რაც დაამგვანეს. და ეს არაფერი შვეში არა. არა. იმ დიდ ცოდვაში არა. ესაა აისბერგის წვერი. რიჟვაძეს მიდიოდა და თვითონ პირადად მიდიოდა რაღაცა 0.5%, 1%, ეს ძალიან დიდი ფული იყო. თავის მთელი ოჯახით საახლობლოთი ყველათი ჩაბუდებული იყო აჭარის სმაჭამაში. ეს არავისთვის უცხო არაა. და ახლა ხდება არ ვიცი მე ეს თვითმკვლელობის დადგმა, თავდასხმის დადგმა აქ შემოარდა ბარეული და იმას მეუბნება თურმე ესე ნაცური ტელევიზიების იმას რა ქვია ნარატივებს ვავსებ. ხა რა ვქნა თუ კი მე მაგ ადამიანს ადამიანური კითხვა და კითხვა რომელიც ეხება მაგალითად იმ საკითხს რომ როგორ შეიძლება ადამიანს პაციენტს რომელიც მიიყვანეს საავადმყოფოში და თუნდაც ის წერილი რომელიც გამოსაჯაროდა ექიმს ენახა და ჟურნალისტისთვის მიეცა და არ მიეცა გამოძიებისთვის და გამოსაჯარებულიყო. აღარ ვამბობ იმ წერილში რა იყო დაწერილი. მაგ ადამიანს მაგ ლეგიტიმური კითხვა. ამიტომ მე ვარ ნაცი ახლა ამ კითხვას რო ვსვა? თუ კოცი ვარ. ელემენტარული ის დებილებთან ამაკ შეკითხვა. ეს ხო არ შეიძლება, ეს ხო დაუშვებელია. იმიტომ რომ ადამიანი რო სისხლის სამართლის საქმე როდესაც არის აღძრული, ის ტანსაცმელი რა ეცოდა, რა ნივთები ქონდა და რა მით უმეტეს თუ წერილი ქონდა და რაღაცა ქონდა, ეს გამოძიების საქმე არის. და ეს არაა გამოსაჭენებელი გარეთ და არა ეს საჯაროდ. სალაპარაკო და წასაკითხი რა არა აქვს მნიშვნელობა რა ეწერა იმ წერილში. ანუ ამ კითხვას ახლა მე თუ დავსვა, მე კოცი ვარ, ხო? და ვინც ამას რო გააკეთებს, და ჯერ ვინ გაბედავს ამის გააკეთებას და ვინმე ეს რო გააკეთოს, ეს რო სისხლის სამართლის დანაშაულია და ამის გამკეთებელი რო ისჯება, ესეც ნაცობა ალბათ, ხო, რო ვამბობ. აი ეს არის იცით ხო, ეს არის დაავადებული, ეს ავადმყოფი საზოგადოება. ნე ვამბობ ამას სრული პასუხისმგებლობით. საქართველოში არის დაავადებული ავადმყოფი საზოგადოება. რომელმაც არ სიმართლეზე, ჭეშმარიტებაზე, სამშობლოზე, ამას თვითონ მეტია ლაპარაკი. დედმამიშვილი არ იცის. ნათესავი არ იცის. ბიძაშვილი არ იცის. მეგობარი არ იცის, არავინ არ იცის. აი, რაღაცა Facebook-ში დაწერილი პოსტის გულისთვის, რომელსაც მისი კლანი აძლევს, რომ ასე უნდა ილაპარაკოს ამის გულისთვის. ამის გულისთვის მზათაა ყველაფერზე შეურაცხყოფა მიაყენოს და სულ დაივიწყოს ყველაფერი. აი, ამ დონეზე დეგრადირდა ქართული საზოგადოება. ნუ საერთოდ არ მიგვირს რომ მე ვიღაცა დამისვამს იმის კითხვას, რომ თურმე მე ვარ ნაცი. მე არ ვიცი იქ რა მოხდა. მე არც ის ვიცი თუ არის სინამდვილეში თუ არის დაჭრილი. არ ვიცი. აზრზე არა ვარ, არ მინახია რა, ჩემი თვალით არ მინახია, არ მჯერა. არ მჯერა იმის რომ ადამიანს თავის მოკლა უნდოდა და ფილტვში მოირტყა იარაღი. თავი აქა, ფილტვი აქ. და ასე არ იკლავენ თავს. რა ვქნა ახლა თუ არ მჯერა ამისი რა ვქნა? არც ამის მჯერა. არც იმის მჯერა რომ ადამიანი ბათუმიდან თავის მეგობართან ჩავიდა იმის რა ქვია თუ მისი კლანის წარმომადგენელთან ჩავიდა გურჯაანში თავის მოსაკლავად. არ მჯერა, არ ხდება ასე. მიცხოვრია, მე ისა 39 წლისა ვარ. 39 დღის არა ვარ. მიცხოვრია და მინახია ცხოვრებაში.
თვითმკვლელობაც გამიგია, მოკლულიც მინახია, დამნაშავეც მინახია, ცოდვებრივად უხებს ადამიანს ისიც მინახია, ბევრი რამე მინახია ცხოვრებაში. და ვიცი რომ ეს ასე არ ხდება. და ისიც ძალიან კარგად ვიცი, როგორ დგამს ტელევიზიაში სიუჟეტებს და როგორ ახდენს ამ ყველაფრის მორგებას ადამიანის გონებაზე და როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ქართველი ერის მიმართ, ესეც ვიცი. და ქართული პოლიტიკაც ვიცი რა არის. ამიტომ ეს ყველაფერი, როდესაც ვიცი და მინახია, ერთად თავმოყრილი რაც არის ეს ყველაფერი, მე მინდა გითხრათ, რომ აქ 1% სიმართლის მარცვალი არა. არაუშავს იმ ახვლედიანსაც გამოუშვებენ. გეშინია. ეს არალათუა გარეთ ეგერ თუ ეს ამათი კლანის წევრი არის, ესეთი შერჩევითი სამართალი არის, გამოუშვებენ გარეთ და დაждდება სახლში და მის ცოლ-შვილთან კაიბლომათა აკნას ომნაჭავ. გადახედეთ ახლა ისაც გამოვიდა ქონებების ისა და ახლა ჩემთან სახლში არ მოვიდოდა რიჟვაძე საქმის გასარჩევად, იმიტომ რომ მაგნარი ადამიანები ჩემ ოჯახში ვერ მოდიან სტუმრად. ეს ერთი. მეორე ჩემთან არც საქმე აქვს მაგას, მაგათ ეგენი ელიტაა. იქ მივა. მის ძმაბიჭებთან და იქ გაარჩევს საქმეს. მე არ ვიცი ამ გარჩევის დროს რა მოხდება, როგორ მოხდება რა. აბა შენი მის გჯერა რომ ახვლედიანმა ესროლა? მე მის არ გჯერა სიმართლე გითხრათ. კიდე ერთხელ ვამბობ, ნასროლი აქვს თუ არა, ჩემ თვალს რომ რაღაც დავიჯერებ. არ ვიცი. და არ ვამბობ იმას, რომ წავა ახლა სადღაც ესე ვინ მივა ახლა და ეჭრილობას ვინ უნახავს რიჟვაძეს. წავა ეყოლებათ ახლა ერთი თვე, ორი თვე მოარიდებენ ამ იმას ყველაფერს აქეთ იქით თვითმკვლელობა მოვიდა ადამიანს გადაყვანილი იქნება ჩაიფარცხება მე ნელ-ნელა ერთი თვის თავზე აღარავის ემახსოვრება რიჟვაძე და აღარავის ემახსოვრება ეგ საქმე და ეს გადაივლის და გადავა და ის რისთვისაც გაკეთდა ის უკვე შესრულებულია და გაკეთებული იქნება ბევრისთვის. აი ეს არის ქართული პოლიტიკა. რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა კი არა სამშობლო გაგვიყიდეს, თავზე დაგვამხეს ყველაფერი, ჩააბარეს ტერიტორიები, 1000 უბედურება, ერი გაძარცვეს, გაანადგურეს, აწამეს, ამოხოცეს, ახალგაზრდობა და კოჰაბიტაცია აჭამეს და ამ ხალხმა ეს შეირგო. ამ ხალხმა ეს შეირგო. და თუ ვინმე გამოვიდა და თქვა ამას რას გვიკეთებ, შენი დედა, შენი მკვდარი, შენი ცოცხალი, რომ რატო ხდება ეგ ყველაფერი, ის გამოვიდა ცუდი და ის გამოვიდა დევნილი. ეს დაჩლუნგებული საზოგადოება ამას ვერ თოხლავს. ამიტომ ცრუთა ქვეყანაა ეს ყველაფერი და დებილიზმის განმარტება ამ დილას პოსტი დავდევით ჩემ გვერდზე ძალიან კარგადაა ნათქვამი დებილიზმის განმარტება ეს არის რომ ხედავდეს სიმართლეს რაც ხდება იცოდეს სიმართლე რაც ხდება და მაინც ტყუილის გჯეროდეს აი ეს არის დებილიზმი და ამ დებილიზმში ცხოვრობს მთელი ერი რიჟვაძე არის ჩვეულებრივი მოღალატე საქართველოსი ქოცი მოღალატე ერთ-ერთი ჩვეულებრივი გადავსებული ის დასახლება, ის თურქული დასახლებები, ის არაბული დასახლებები, ის ეგრეთ წოდებული ინვესტორები და ის ყველაფერი სულ რიჟვაძის ხელდასმულია, ეს ყველაფერი გაკეთებული. კი? მაგათი კლანის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პირადულაცა მაქვს სათქმელი. ელემენტარულ კითხვას ვშვა. რიჟვაძე ეგდო მაშინაც. როდესაც დავით აღმაშენებლის ძეგლი უნდა დადგმულიყო ბათუმში და ჩვენ რომ მივიდიოთ დიდგორობა დღეს და რო არ ჩაგვიშვეს აჭარაში. ერთი ისტერიკა ქონდა მაგასაც ატეხილი და იქ აჭარის ხელისუფლებას. თქვენ გონია არ ვიცი იქ შიგნით რა ხდებოდა? გამწარებული თხოვდნენ ჩვენ დაჭერას. მე დაგვიჭირეს მაშინ. შეგვაფერხეს. რომ ბათუმში როგორ შეიძლება გვეზეიმა ჩვენ დიდგორობა და როგორ შეიძლება ბათუმის გათავისუფლების 100 წლისთავი აგვენიშნა. თქვენ გონით ეს ნაგავი არ იყო ჩართული იმაში? ახლა რომ წუხს და სანთელს ეს რა ქვია მთელი Facebook კოცმლოცველები ამაშია საქმე და ესა უბედურება ღალატი ქვია ამას სამშობლოს ღალატი ქვია ამას და არც ერთი კოცი ჩინოვნიკი თუ ნაცი ჩინოვნიკი რომელიც მონაწილეობდა ჩემი ერის გაუბედურებაში და ჩემი ერის გადაგვარებაში ამოსაწყვეტად არ მეწოდება მე არ ვამბობ იმას, რომ მოგდეს და სული გაძვრეს. არავის არ უღელავ და არავის არ ვლოცულობ. მაგას თუ კაცობა აქვს, მაგას თუ რამე კაცობა აქვს, გამოვიდეს. ეხლა, არ ვიცი, დაჭრილია, არა დაჭრილია. ეხლა რო გამოვა, გადარჩენილია, ნუ გეშინით. აი, მე ძალიან თუ მოკლავენ ექიმები, თორემ იმას არაფერი არ ჭირს. იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მიდის საუბარი. სასწაული ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ არ ვიცი, მე ცოტა სხვაფერეს ეს ყველაფერი, რომ
გამჭოლი ჭრილობა ქონდა ფილტვში და ქირურგიული ჩარევა არ დაჭირდაო. მე ის თქვეს დარაბოტკა გაუკეთეს ამას რომ რაიონში გაუკეთესო უკვე და აქ აღარ დაჭირდა. გამოვიდეს, ახლა თუ კაცობა იყოფა თქვას, ვის ეყოფა ბიჭო კაცობა? ვის ეყოფა? ყველა ესენი ერთი დიდი სინდიკატის წევრები არიან. და მათი ამოსავალი წერტილი არის სამშობლოს განადგურება და ქოცობა და ბიძინა. ბიძინა შენსკენ ყოფილა. ოჯახს მიმიხედეო ბიძინა. იმასო, რა ქვია, ღარიბაშვილი რაღა, ჩიჩილაკაო ესო, პრემიერო, ჩემ ოჯახს მიმიხედეთო. პატრიარქი შენთან ყოფილა, ჩიჩილაკა შენთან ყოფილა, ივანიშვილი შენთან ყოფილა. შენ ვინ გაკლებიებდა თავს? შესაცოდაო. ხალხი ხალხი თუ შენ გვერდით იდგენ. ეს კიდე თლა სენსაცია ეს, არ ვიცი, ეს შეიძლება გუშინ წინ მოინათლა ალბათ თუ არა. ისე ოჯახით და ყველათი რომ მუსულმანები არიან, არ ახალია ეს. და როდის მერე გახდა ქრისტიანი, ეს არ ვიცი და როდის მერე გახდა პატრიარქი ავტორიტეტი. ჩემს აჭარას და ჩემს საქართველოს, ხო ვიცი, თქვენ ისე გიყვართ საქართველო და თქვენ სამშობლოსთვის ისე გიძგერთ გული, სოროსის ბუნაგში მილიონებს რო ღუნავდით, იმ USAID-ში, რომელსაც Deep State-ი დაარქვით ახლა და რიჟვაძე ერთ-ერთი მთავარი ის იყო, რა ქვია, USAID-ელი სოროსელი იყო. და სოროსის პოლიტიკას და ამათ Deep State-ის პოლიტიკას და საქართველოს გადაგვარების პოლიტიკას რო ატარებდა, სულ გული ეწვოდა, ვიცი. ახლა ჯარში თქვენ არ იქნებოდით და ომში თქვენ არ იქნებოდით, რა თქმა უნდა, თქვენ ვინ მოგცათ თქვენ მაგის კაცობა. ვინ მოგცათ თქვენ მაგის ადამიანობა. ასე გიყვართ საქართველო. სანამ თქვენ თანამდებობაზე ხართ, სანამ თქვენ ფულები გაქვთ ჯიბეში, ღმერთო ახლა გადაარჩინე. ესეთი ყალბის საზოგადოება, რომელი ყალბის საზოგადოებაც არის საქართველოში შეკრებილი, არა არსებობის ღირსი. არ არის არსებობის ღირსი. თუნდაც იგივე იმ რიჟვაძის ძმაკაცები, რომლებიც ამაყობდნენ რიჟვაძესთან მეგობრობით და ახლა ფოტოები წაშალეს. ეროვნულ ლიტერატურას ცხავდნენ. ძალიან კარგად ცხოვრობენ ქალბატონო ლიუდმილა. ძალიან კარგად ცხოვრობენ, მშვენივრად ცხოვრობენ, ამათთვის სინდისი, ნამუსი, გინება კი არაო, 90-იანებში იყო გავრცელებული, ისეთი დრო მოვიდაო, დაზღვეული წერილი აღარ მიდის სახში ახლა და ამ ზნეობის და მორალის ადამიანებს არანაირი პრობლემა არ აქვს ცხოვრებასთან დაკავშირებით. ვაიმე, ჩემო კახაბერ, მაგ საქმე ვიცი, მეც პეპირადათაც ვიცი, რომელსაც მე მგონი თქვენი მეუღლე და ესენი ხელმძღვანელობდით, ეს აი ჩვილი ბავშვების გასხვისებელი აჭარა იყო ბუნაგი. განსაკუთრებით აჭარა იყო ბუნაგი. ამ სურაგაციის და ამ ბავშვების გაყიდვის და აჭარიდან გადაყვანა თურქეთში და გაყიდვა ბავშვების. და ვიღაცა ჩინელი იყო ჩამოსული, 99 შვილი ყავდათ ხელოვნური განაყოფიერებით გაჩენილი. ვის რაში აინტერესებს? ადამიანს, რომელიც ბუნებით მოღალატეა, იმას ბავშვი აინტერესებს და არც დიდი აინტერესებს. ხო, შეცდომა იყო მაგი თურმე. და საერთოდ თურმე ეს ყველაფერი შეცდომაა. კოჰაბიტაცია შეცდომა ყოფილა. მე რა მოხდა? ამდენი კაი კეთდება ქვეყანაში, რატო ხარ უმადური, ამას რატო ვერ ხედავ, იმას რატო ვერ ხედავ? ხო? და ეხ გამოვა ეს და ეს. რა უნდა დავიჯერო მე? მე გეუბნებით. ქართული ოცნება, ქოცები. აი ესეთივე წარმავალი მოღალატეები არიან. ისე ეზიზღებათ საკუთარი სამშობლო. როგორც ნაცებს ეზიზღებოდათ. ახლა რო შეუყვარდათ და სამშობლოზე ვილოცებთ და ჩვენ თუ სანქციებს დაგვადებთ და ისე. არ ვიცი, ჩინელი იყო თუ თურქი იყო, რა მნიშვნელობა აქვს. ხო. აი ამაში არის საქმე. ეს არის ამათი ბინძური
საქმე, რომელი ბინძური საქმეც, ჯერ ბიჭო ამდენ ასეთ გაღარიბებულ, ასეთ გაძვალტყავებულ ქვეყანაში. აი როგორ უნდა გქონდეს საკუთარი ხალხის ხარჯზე, მე არ ვამბობ ვინმე შრომით, ნიჭით, მაგრამ შრომით და ნიჭით და უნარებით საქართველოში ფულის შოვნა და გამდიდრება არ ხდება. არ ხდება ეს გამორიცხული. დღევანდელ საქართველოში ბოლო 30 წლის მანძილზე თუ ვინმე შეიძლება ფული იშოვოს, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იშოვოს გადაგდებით, მოტყუებით, ძარცვით, საკუთარი სამშობლოს ღალატით. გაყიდიან საკუთარ სამშობლოს და თვითონ არიან მაძღრები. ამდენი მილიარდები რო გაქვთ, ამდენი მილიონები რო გაქვთ ხალხის ძარცვით დაგროვილი და ქუჩაში, ბიჭო, ქუჩაში ბავშვია ის რო არ გეცოდებათ. როგორ ცხოვრობთ, როგორ არსებობთ. ჯერ კიდე ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნეში ამბობდა კონფუცი. ორი სახის ქვეყანა არსებობს. ქვეყანა, რომელიც შეიძლება იყოს ღარიბი, მაგრამ რომელიც სამართლიანობით, კანონიერებით და წესიერებით იმართებაო, ამ ქვეყანაშიო ადამიანიო იყოსო მშიერი და გაჭირვებული, ეს სირცხვილად ითვლებაო. იმიტომ თუ ნორმალური საზოგადოებაა და თუ კი ნორმალური ქვეყანა არის, ის მის თანამემამულეს შიმშილით არ მოკლავს და ხელის განძრევის საშუალებას მიწევს და თუ ხელს არ განძრევ, სირცხვილია. მაგრამ არსებობს მეორე სახელმწიფო, დიდარი, რომელიც უკანონობით, უსამართლობით, ბოროტებით და ცვიერებით და ამ 1000 გესლით და რაღაცით იმართება. ასეთ ქვეყანაში იყოს ადამიანი ფულიანი და წარმატებული, ეს ითვლება სირცხვილად. აი ესეთი ქვეყანა არის საქართველო. აი ზარალასნაირი ბიზნესმენი, რიჟვაძისნაირი ჩინოვნიკი, ბიძინასნაირი მეცენატი, კალაძისნაირი მერი, ჭყონიასნაირი ესა ბიზნესმენი კიდე. ეს ელტონ ჭყონიები და ეს რო არის. აი თელი ეს ნაგავი, თელი მისი არსებობით და გეუბნებით რა. ქართველი ერის გადარჩენა, ქართველი ერის არსებობა პირდაპირ კავშირში არის იმასთან, თუ ეს ნაძირლები იქნებიან გატყავებულები, იქნება ჩამორთვეული ეს ქონება, ეს ფული, ეს ნაძარცვი, რაც აქვს ხალხს, იქნება ხალხზე დარიგებული, რაც თავის დროზე სტალინმა გააკეთა ბოლშევიკების პერიოდში, თქვენ რო ახლა იძახით კულაკობა და გაძვალტყავება მოდი. გადახედეთ ერთი 1918-21 წლების საქართველოს დაპყრობის მერე ვის ჰქონდა ფული და ქონება? ვის ჰქონდა ფული და ქონება საქართველოში? და ვისზე იყო გაყიდული მთელი საქართველო? თუ რამე იყო ყველაფერი გაყიდული იყო? თუ თვითონ ქვეყნის შიგნით ქაქუსოვებზე და ამგენზე და რაც 1000 ჯულის ხალხზე იყო ეს ქონება გადანაწილებული და ბოლშევიკებმა მე სტალინმა ეს ყველაფერი გატყავა და უბრუნდა ხალხს. აი იგივე სიტუაცია არის დღესაც. ხლა ეს უჯიშო ხალხი რამის დათმობენ? ამიტომ ჩვენ ვზივართ ახლა და ვხედავთ როგორ დუღს ნაგავი. როგორ დუღს. უნდა უყუროთ ამ ადუღებულ ნაკელს. კაცი ცუდათა, ყველა ექსპერტი როგორ ახართ, ყველა როგორ გამომძიებელი გახდით, ამას როგორ ამბობთ.